მოდით სწრაფად გადავავლოთ თვალი კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 25 ტურის ამბებს. ეს ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა, ხო იცით რაღაცეები შეიცვალა ცხრილში, ზემოთაც და ქვემოთაც. პირველი რაც მთავარია, დედაქალაქური დერბი გქონდა. თბილისის დინამომ მოუგო იბერია 1999-ს 2-1. კი გოშთელიანმა გახსნა ანგარიში იბერიასთვის, მაგრამ მერე ხარაიშვილმა და სირაძემ უპასუხეს. ამის გამო ხომ ხვდებით, იბერია უკვე 4 ქულით ჩამორჩა ლიდერ დილას. აქვე უნდა ვთქვათ, ლორიამ კარგად იმუშავა კარში. მეორე, გორის დილამ არ დათმო პირველი ადგილი. ბოლო წუთებზე გატანილი გოლით ედუძი მოაგებინა სამგურალთან 2-1. სამგურალი კი, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ უთამაშია, ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. ცუდ ფორმაში არიან აშკარად. მესამე, ბათუმის დინამოს კრიზისი ეტყობა გრძელდება. სახში წააგეს თელავთან 1-3, თან ჩიტეიშვილიც გაუძერეს. ეს სერიოზული დარტყმა ამათ ევროპულ შანსებზე. თელავის მხრიდან ინიგო მარტინმა დუბლი შეასრულა, მაგარი იყო. მეოთხე, ქუთაისის ტორპედომ ნამდვილი თრილერი მოიგო. ფოთის კოლხეთს 4-2 მოუგეს, თან ბოლო წუთებზე 2 პენალტით. ფოთელები ისევ ბოლო ადგილს ერჩებიან. და ბოლოს გარეჯი და გაგრა დაზაბდნენ 2-2. გარეჯი 2 ბურთით იგებდა, მაგრამ დავით გოცირიძემ დუბლი შეასრულა და ქულა გადაურჩინა გაგრას. აბა მოდით ახლა ცხრილსაც შევხედოთ. დილა ლიდერობს 56 ქულით, იბერია მეორეა 52-ით. თბილისის დინამო მესამეზეა 41 ქულით, ტორპედო კი მეოთხეზეა 29 ქულით. ქვემოთ კი კოლხეთი ბოლოა 18 ქულით, თელავი კი ამ მოგებით მე-9 ადგილზე გადავიდა 22 ქულით. მოკლედ ეს იყო 25 ტურის მთავარი ამბები, რომელმაც საკმაოდ დაზაბა სიტუაცია, როგორც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ისე ცხრილის ბოლოში.